რატომ არის საძირკვლის ქვეშ აუცილებელი ღორღი და არა მხოლოდ ქვიშა? ბევრს გონია, რომ საძირკვლისთვის მხოლოდ ქვიშის ბალიში საკმარისია. სინამდვილეში კი ეს ყოველთვის ასე არ არის. ფილის ქვეშა ფენა უნდა იყოს ღორღი ან ბალასტი. ღორღს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. პირველი, ის ძალიან კარგად ატარებს წყალს. წყალი თავისუფლად გადის ღორღის ფენაში და არ გროვდება საძირკვლის ქვეშ. მეორე, ღორღი ქმნის უფრო მყარ და სტაბილურ საფუძველს. დატვირთვის ქვეშ ის ნაკლებად ჯდება და თანაბრად ანაწილებს სახლის წონა. მესამე, ღორღი ამცირებს კაპილარული ტენის ამოსვლის რისკს. მისი სტრუქტურის გამო ტენი ფუნდამენტისკენ ბევრად ნაკლებად მოძრაობს. ეს არ ნიშნავს, რომ ქვიშა არ არის საჭირო. სწორედ შესრულებულ კონსტრუქციაში, როგორც წესი, ჯერ ეწყობა კარგად დატკეპნილი ქვიშის ან გრუნტის ფენა, ხოლო შემდეგ ღორღის ან ბალასტის ფენა. ქვიშა უზრუნველყოფს ზედაპირის გასწორებას და დატკეპნას. ღორღი კი დრენაჟსა და მყარ საყრდენს. თუ ფიქრობთ, რომ ღორღი ზედმეტი ხარჯია და მისი გამოტოვება შეიძლება, ეს ასე არ არის. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს როგორც ერთჯერადი კონსულტაცია, ასევე შეგვიძლია ვაწარმოოთ თქვენი ობიექტის სრული ხარისხის კონტროლი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით, რაც შეეხება ჩვენთან თანამშრომლობას, გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტის PDF ფაილი და გამოგვიგზავნით ჩვენი სერვისის ღირებულება.